საბჭოთა დრომ უამრავი რამე დაამახინჯა, მათ შორის ალბათ აი კაცი როგორი უნდა იყოს თქვა და რაღაცა კაცობა და და რაღაცა და ის იქ ასე თქვა რაღაცა კრიმინალური მიმართულების რომანტიზება და აი რაღაცეები და ჩემთვის ძალიან გაუგებარი ამბები იყო ეს ყოველთვის რა რაღაცა ვეხვდები იმიტომ რომ სულ კონფლიქტში მოდიოდა ყველაფერი ერთმანეთთან რომ კაი კაცობაზე რაღაცას ჩამოთვლიდან ამ დროს რაღაცა საკეთ აკეთებს ცოტა სხვა რამეს და რაღაცა სულ მიკვირდა გოგო ხო არა ხარ არიტირო რაღაცეები ემოციების ეს დადგუნო და ჩემ თაობას აქვს ეს პრობლემები რა მე ეს აგრესიაში და სხვა რამეებში გადადის ხო დამოკიდებულება ისა თუნდაც ძმაკაცთან გახსნილად ლაპარაკი რომ ყველაფერი თქვა დაცალო ეს ყველაფერი რაღაცა სისუსტეთ ითვლებოდა რა ჩემ ბავშვობაში მაგალითად მამა ჩემი არ იყო ტიპიური მამა საბჭოთა დრო იყო ხო ეხლა ვაჟა ზაზაევიჩები და ჯუმბერ ვიღაცა ცოვიჩები და ესეთი ტიპები იყვნენ და რაღაცა დილით მიდიოდა, ღამე მოდიოდა და მას ყოველთვის ჰქონდა დრო ჩემთვის მაგალითად. წავეყვანე სპორტზე, მივეკითხე, მოვეკითხე, გავეყვანე სადღაც მე და ჩემი და ერთად ის არ იყო ჩემთვის ვიღაც კაცი. და ახლა დღევანდელი გადმოსახედიდან რო უყურებ, ეს მამები რომელიც არ იყვნენ შვილების ცხოვრებაში ჩართულები ფაქტობრივად გამოდიოდნენ რომ იყვნენ ბიოლოგიური მამები და ვიღაც კაცები იყვნენ რა უცხო ხალხი ალბათ იმ ბავშვებისთვის იმიტომ რომ სპირადი კონტაქტი არ ჰქონდა. უჩვილი და ეს ემოციური და ეს მაღალი მზნობელობის კაცები ყოველთვის არსებობდნენ. უბრალოდ იყო პერიოდები რომ ეს ტეხავდა და უნდა დაგემალა და ზოგი მერე მონსტრად გადაიქცა ხო ამის ჩახჩობით ხო? მაგალითად აი ბიჭები იხსენებენ სულ ჩემი თაობის ბიჭები რომლებმაც მაგარი პროექტი გააკეთეს ესე იგი აი როგორ ქვია მაგას არასრულწლოვნების პენიტენციალური ანუ ციხეში შევიდნენ და რაგბის ავარჯიშებდნენ რა და მე იხსენებენ რომ ნელ-ნელა აი ამ ვითომ აი ამ ბიჭები ზოგმა თავის ნახატი მოიტანა ჩუმად ზოგმა ლექსი ზოგმა რაღაცა ანუ ხო ხდები რაღაცა მიქონია გავლენა რა ზოგი თავის ამბავს ყვებოდა და ცრემლით წამოვიდოდა, მაგრამ იყო რა რაღაცა ჩახშობის ამბავი იყო რა, რაღაც ეს გულჩვილობის იმის რა ეს ქვასავით უნდა იყო და კლდესავით და რაღაცა და მე ეს ხო მოქმედებს ადამიანზე. ტირილის გამო დაცინვა უამრავჯერ შევსწრები ვარ. ბავშვი რამდენად კაცია და ქალია, ხო ხა ჯერ ფორმირების იმაშია და ხა ბავშვი, როდესაც ბიჭი არის 10 წლის, 12 წლის, თუნდაც 13 წლის, 14 წლის შეიძლება იტიროს ხო რაღაცაზე ეწყინოს და ამაზე მე მიდიოდა საუბარი და დაცინვა და ხითხითი და ასე შემდეგ. და განსაკუთრებით მათგან ალბათ ვინც მე ამას მარტო აკეთებდა ალბათ და ცალკე რო არ დაენახათ და ასე შემდეგ რა ხო ხდები. მაგი კი არა რაღაც ყვავილის ხელში დაჭერა სირცხვილი იყო კაცო თუნდაც გოგოსთვის რომ იქონდა აი რა ინსტრუმენტით სიარული ხო რამდენი ისტორია ასეთი ჩემ ბიძაშვილი გიგლა ჩიქოვანი რომელიც თავიდან ვიოლინოზე დადიოდა და ეხა იხსენებს რომ იმ ასე ვთქვათ ფუტლიარში ვიოლინოსთან ერთად ედო დიდი ყამა რო იმიტომ რომ უკვე ეს რო ეჭირა ხელში უკვე შეიძლება გამختارიყო თავდასხმის ობიექტი რომ ეს შენ მოდი ერთი აქ და მეც ჩემ ამბავს რა სათვალე რომ მეკეთა მოვიდოდა ადამიანი და რაღაცა თუ სათვალე უკეთია ის არის რა გამოსირებულია, მოდი ასე პირდაპირ ვთქვა და რაღაცას დაგიწყებდნენ და იყო ხო ეს ამბავი და რა ვიცი. არ მაქვს პრეტენზია რომ ეს არის ბიბლიური ჭეშმარიტება, მაგრამ მგონია რომ კაცი უნდა ვარჯიშობდეს და ჯანზე იყოს რა. თუ ეს ხასიათსაც აწვდობს და ასე შემდეგ. აი ეს მაგალითად. ჩემი ასე ვთქვათ მუდმივი მოქმედი პროფესია არის მორაგბე და ყოფილს არ ვიძახი, იმიტომ რომ მორაგბე თუ ხარ როდესაც მთხოვენ ახლობლები რომ აი ჩემი შვილი სად მევიყვანო რაგბიზე, ცა ვეუნები რომ აი აქ მივიყვანოთ, მაგრამ დედებს ვეუნები რომ შენ უნდა გაამხნევო, შენ უნდა იმას ქნა, ამას ქნა. ამიტომ ალბათ ორივე მშობელს გავლენა აქვს რა, ალბათ დედა როგორც ქალი მისი წარმოდგენით რაღაცას ეუნება, მამა როგორც კაცი